ვრთავთ მარიამ უგრეხელიძეს, ამერიკის ხმის ჟურნალისტს, რომელიც გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესი, რა შეგვიძლია გითხრა ამ ეტაპისთვის, მარიამ? გამარჯობა ვიკა, მიმესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ ახლა ვართ არლინგტონში, ქალაქ არლინგტონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც საარჩევნო პროცესი დილის 6 საათიდან დაიწყო. ჯერ კიდევ საკმაოდ დრო აქვს, დაახლოებით 3 საათი ხდება ახლა, ჯერ კიდევ საკმაოდ დრო აქვს საღამოს 7 საათამდე. ამომრჩევლებს იმისთვის, რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. როგორც ჩვენ თქვი, ამერიკელებს აქვთ უფლება, რომ არჩევნებში წინასწარ მიიღონ მონაწილეობა, თითქმის ორშაბათის მონაცემებით უკვე 80 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა ხმის წინასწარი მიცემის უფლებით. ხმის მიცემა მათ შეეძლოთ როგორც აი ასეთ საარჩევნო უბნებზე მოსვლით და ხმის ელექტრონული მიცემით, ასევე შეეძლოთ პოსტითაც. პოსტით ხმის მიცემა საკმაოდ პოპულარული გახდა პანდემიის შემდეგ. პოსტით მიცა ხმა ასევე კამალა ჰარისმა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა. დონალდ ტრამპი პირადად მივიდა სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო უბანზე და ასე მისცა ხმა, ხოლო პრეზიდენტმა ბაიდენმა ხმის წინასწარი მიცემის უფლება გამოიყენა. ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოსახლეობას ყველა შესაძლო ვარიანტი აჩვენონ იმისა, რომ როგორ შეიძლება ხმა მისცენ და ასე ვთქვათ, მოუწოდებენ ისევე როგორც საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომ აქტივობა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ხო, და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და როდის გვეცოდინება, აი ხმის დათვლა როდის ხდება, უბნების დახურვის შემდეგ თუ პარალელურად, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, დღეს ვინც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, ღამის გათენება მოუწევს, როგორც ვატყობ, რომ ვნახოთ რუქაზე, რამდენი შტატი გახდა ლურჯი და რამდენი წითელი, მაგრამ აი უფრო მეტი დეტალი რო გითხრა. ხო, ამაღამ საბოლოო პასუხი არ გვეცოდინება, საბოლოო პასუხი შეიძლება არ ვიცოდეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგალითად ასე მოხდა 4 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა ქვეყნის ლიდერი, მაშინ ამას 4 დღე დასჭირდა, სწორედ 4 დღის შემდეგ წარსდგნენ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ამომრჩევლების წინაშე როგორც გამარჯვებულები. ნამდვილად არ ვიცით რა დრო დასჭირდება, იმიტომ რომ როგორც მაყურებელს უკვე უთხარი, წინასწარი ხმის მიცემის პროცედურის გამო და პოსტით ხმის მიცემის გამო დროში გარკვეულწილად იწელება ხოლმე ხმების დათვლის პროცესი. გარდა ამისა, როგორც იცით, ამერიკაში არ არის ერთი სასაართო სარტყელი და ყველა შტატში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დროს იღება და იხურება საარჩევნო უბნები. ესეც დროში გარკვეულ სხვაობას გვაძლევს. ამიტომ შეიძლება ეს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ვიცოდეთ ვინ გახდა პრეზიდენტი, რაც შეეხება იმას, რომელი შტატი გალურჯდება ან გაწითლდება. არსებობს მოლოდინი 40 დაახლოებით 40-ზე მეტი შტატის მიმართ, რომ უკვე როგორც წესი გამოცდილების მიხედვით ვიცით ხოლმე რომელი შტატი ვთქვათ დემოკრატს აძლევს თუ რესპუბლიკელს ხმას, სწორედ ამიტომ ისინი მაყურებელმა ალბათ იცის, რომ იწოდებიან წითელ ან ლურჯ შტატებად, იმის მიხედვით ვის აძლევენ ხმას, თუმცა არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული მერყევი შტატები, გარდამავალი შტატების, ასეთი სულ 7-ია, სადაც არასდროს ვიცით ვის მისცემენ ხმას, იქნება ეს რესპუბლიკელი თუ დემოკრატი კანდიდატი და ისტორიაში ბევრია მაგალითი იმისა, რომ თქვა არსებობდა ერთი კანდიდატი ისედმი მხარდაჭერის მოლოდინი და საბოლოოდ სულ სხვა შედეგი მივიღეს. ამიტომ ეს 7 შტატი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს 7 შტატი გადაწყვეტ საბოლოოდ არჩევნების ბედს. ამ შტატების მნიშვნელობაზე საუბრობს ისიც, რომ მაგალითად ერთ-ერთი ასეთი მერყევი შტატი არის პენსილვანია, სადაც თავიანთი კამპანიები, წინასაარჩევნო კამპანიები დაასრულეს როგორც პრეზიდენტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, მათ ორივემ სწორედ პენსილვანიიდან მიმართეს თავიანთ ამორჩეულს და ბოლო განცხადებები იქიდან გააკეთეს, იმიტომ რომ ამ შტატს, ამ მერყევ შტატს საარჩევნო კოლეგიაში ყველაზე მეტი 19 ხმის უფლება აქვს და ის ძალიან გადამწყვეტი იქნება იმაში, თუ ვინ გახდება საბოლოოდ ქვეყნის პრეზიდენტი და როგორ გაგრძელდება, ასე ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ვიკა, შენ ახსენე საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგია არის საარჩევნო კოლეგიაში შედის აბსოლუტურად ყველა შტატი, ამერიკის 50-ე შტატი და შტატებს მოსახლეობისა და სიდიდის მიხედვით მინიჭებული აქვს ხმების რაოდენობა და სწორედ იმის მიხედვით, რომელ შტატში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, შემდეგ აი ეს ხმების რაოდენობა კოლეგიაში სრულად გადაეცემა ამ კანდიდატს. და სწორედ აი ამის შემდეგ გადაწყდება უკვე ის თუ ვინ გახდა პრეზიდენტი. ანუ ამას ვამბობთ, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ პირდაპირ ხმების რაოდენობით შეიძლება ერთმა კანდიდატმა
კანდიდატმა მეტი ხმათა რაოდენობა მიიღოს, თუმცა ეს სრულად განსხვავებულად დაისახოს კოლეგიის ხმებში, იმიტომ რომ თქვათ ერთ შტატს მეტი ჰქონდეს ხმა ან ნაკლები, ხო? ამიტომ აი ეს კოლეგია არის მნიშვნელოვანი და ეს შტატებიც ამიტომ არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, მოკლედ აი ეს 7 შტატი არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციულად, სადაც როგორც ვიცი თუ არ ვცდები, აქაც თანაბრად იყო რეიტინგებს გულისხმობ, წინასწარ რეიტინგებს, აქაც თანაბრად იყო განაწილებული ტრამპისა და კამალა ჰარისის და საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ახასიათებს ეს ერთგვარად აბსოლუტურად შეუძლებელი აქვს რაიმე პროგნოზების გაკეთება საჩვენა ბოლო რამოდენიმე არჩევნებმა. ძალიან დიდი მადლობა ამ ამომწურავი ინფორმაციისთვის. მარიამ უგრეხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.